აგრძელებს მუშაობას. დღეს გვაქვს მორიგის ხდომა. დღევანდელი ხდომა მიეძღვნება 2006-2008 წლებში ოკუპირებულ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ასევე ჩვენ ხდომის ერთ ნაწილს მივუძღვნით 2003-2012 წლებში საქართველოს სასჯელ ახსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოსმენას და ამავდროულად საკუთრების უფლებების დარღვევის ერთ-ერთ საქმეზე იქნება მოსმენა. შესავლის ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ იმ 6 პირიდან, ვინც დღეს განსაზღვრული იყო დღის წესრიგით, რომლის მოსმენაც იყო დღის წესრიგით განსაზღვრული, ერთმა პირმა ბატონმა გიორგი თარგამაძემ მედიით შეგვატყობინა, რომ მოსვლას ისედაც არ ვაპირებო. აქ უნდა აიხსნას შემდეგი რამ, რომ ბატონი გიორგი თარგამაძე და ბატონი გიორგი კანდელაკი ჩვენი კომისიის მიერ მოწვეულ პირთა სიაში, რომელიც საკმაოდ გრძელი სიაა, ფიგურირებენ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან ერთად, სწორედ მაშინდელ დეპუტატებთან ერთად, ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა და გამოარიდეს პასუხისმგებლობას პოლიტიკური თანამდებობის პირები. ხელი აუწიეს სტრასბურგში გიორგი თარგამაძემ, მაშინდელმა ვითომ ოპოზიციის წარმომადგენელმა, დანიშნულ ოპოზიციას ვუწოდებდით ჩვენ მაშინ მათ, ჩვენ გვიწოდებდნენ ქუჩის ოპოზიციას, ვინც ქუჩიდან ვცდილობდით სააკაშვილის დამარცხებას და მერე სააკაშვილმა ზოგიერთი ადამიანი ამოარჩია გიორგი თარგამაძეს შეაქმნევინეს ოპოზიციური პარტია და ეს იყო ფსევდო-ოპოზიცია პარლამენტში. სწორედ ამ ვითომ ოპოზიციას წარმოადგენდა გიორგი თარგამაძე ნაციონალური მოძრაობის იმ დელეგაციაში, რომელშიც იყო ერთ-ერთ წევრად ბატონი გიორგი კანდელაკი. სწორედ მათ ხელი აუწიეს იმ რეზოლუციას 2008 წელს ომი ახალი დასრულებული იყო, რომელიც აწყობდა რუსეთს და რომელშიც სიტყვასიტყვით წერია, რომ ქართული ჯარი დამნაშავეა თითქოს, ამას მიცეს მანდ ხმა, დააბრალეს საქართველოს ომი და ასევე ყველაფერი ის, რის შესახებაც ახლა ამაყად გიორგი თარგამაძე ტელევიზიიდან ამტკიცებს საპირისპიროს. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ გვაქვს შეკითხვები, თუმცა პროცედურულ ნაწილში უნდა შევნიშნოთ, რომ კომისიამ ორივე პირს, გიორგი თარგამაძესაც და გიორგი კანდელაკსაც, სატელეფონო კავშირის მეშვეობით შეატყობინა, რომ ისინი ფიგურირებენ მოწვევისთვის სასურველ პირთა სიაში და მათ გაეგზავნათ შესაბამისი ტექსტური შეტყობინებები. გიორგი თარგამაძე მანამ სანამ ოფიციალურად საფელდეგერო სამსახური მას ეწვეოდა იქ, სადაც ცხოვრობს ან მუშაობს, გუშინ ალბათ ყველამ ნახეთ, რომ ტელევიზიის მეშვეობით თქვა, რომ აქ მოსვლას არ აპირებს. თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცედურას. ჩვენ თუ დღეს არ მოხერხდა მათი მოსმენა, მომდევნო დღეებში შევთავაზებთ ახალ თარიღს და მაინც შევეცდებით, რომ მათ მომდევნო დღეებში ან მომავალ კვირაში მოусმინოთ. ხაზს ვუსვამ გიორგი თარგამაძისგან, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძისგან, პოლიტიკოს გიორგი კანდელაკისგან. ჩვენ გვჭირდება არაერთ თემაზე, მაგრამ პირველ რიგში რეზოლუცია 1633-ზე პასუხი, რატომ დააბრალეს 2008 წელს ქართულ ჯარს, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული. რატომ დააბრალეს? იმიტომ რომ მე ამ ყველაფერმა მე და ქართული ოცნების გუნდს, როდესაც ქართული ჯარის მართლაც მუნდირს, ღირსებას და სიმართლეს ვიცავდით ჰააგის სასამართლოში, ამ რეზოლუციის გამო შეგვხვდა არაერთი პრობლემა. აი, ამაზე გვჭირდება პასუხები.
სანამ პირველ სტუმარს მოусმენთ, აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, რაც ჩვენმა წინა კვირის საქმიანობამ ზოგიერთ მავნებელში და მათ მიერ პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ადამიანში გამოიწვია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროების მოქმედებებს. ჩვენი კომისია იძიებს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს. პირველ რიგში მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს. ირკვევა წინასხდომებიდან გამომდინარე, რომ თურმე დადასტურებული ლათაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ამფსონები დავით კეზერაშვილი, ივანო მერაბიშვილი და სხვები პოლიტიკური თანამდებობის პირები დადასტურებულად შეიძლება უკვე ჩავთვალოს, თუმცა სხდომები გრძელდება. არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში და ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა მცოდნე საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს. მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს. უფრო მეტიც, გენერალმა ყურაშვილმა ჩემს კითხვაზე მიპასუხა, საფუძველი აქვსო თქვენს მოსაზრებას, კერძოდ იმ მოსაზრებას, რომ გენერალი ყურაშვილი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების წარმომადგენელი, ვანო მერაბიშვილის მოადგილესთან ერთად, რომელიც საომარ მოქმედებებზე იყო პასუხისმგებელი, არეალში შეიყვანეს იმიტომ, რომ გენერალი ყურაშვილის დანახვაზე მოსახლეობა იქნებოდა შვიდად. ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმავოთ. მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში. ჩვენ მათ ვეკითხებით, რატომ გახადე რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ აქციე? რატომ არ იყო არავითარი გეგმა? რატომ აქციე ჯარი და ჯარისკაცები, ოფიცრები საზარბაზნე ხორცად? ამას ვეკითხებით პოლიტიკოსებს, მაშინდელებს. ასევე ვსვამთ კითხვას, რატომ არ დაბრუნდა თავის შვილებთან და ოჯახში გიორგი ანწუხელიძე? რატომ ჩავარდა ის ტყვეთ? ეს იყო გარდაუვალი თუ შეიძლებოდა ამის თავიდან ნაცილება, თორემ ის გმირი რომ ჩავარდა ტყვეთ, შემდეგ რა თქმა უნდა მან პირისპირ რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი სეპარატისტებთან და რუსებთან, მან გმირობა აჩვენა, როგორც ეს არა მხოლოდ მან აჩვენა სხვათა შორის, რატომ არ ახსენებენ ისინი, ვინც გუშინ და გუშინ წინ განერვიულდნენ ჩვენი სხდომების გამო უშანგი სოფრომაძეს. იქ გიორგი ანწუხელიძე მარტო არ იყო, იქ იყო უშანგი სოფრომაძე, იქ იყო კახაბერ ხუბულური. რატომ არ დაუბრუნდა უშანგი სოფრომაძე თავის მეუღლეს და შვილებს? ეს არის შეკითხვები, შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება პოლიტიკოსების მიერ თუ არა. ჩვენი მიზანია ყველამ გაიგოს, რომ ვინც არ უნდა მოხვიდეთ ახალგაზრდებო მომავალში პოლიტიკაში, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჯარი არ არის სათამაშო. სააკაშვილმა ჯარიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც და სხვათა შორის ის ორი გენერალიც, რომელიც აქ მობრძანდა, საკუთარ სათამაშოდ აქცია. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულების კვლევას გავაგრძელებთ და ბუნებრივია, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში და დღეს ზოგიერთი ციხეშია, ზოგიერთი ქუჩაშია და ზოგიერთიც გაქცეულია, რა თქმა უნდა ღელავენ, რა თქმა უნდა ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუმღრიონ გონება და აფიქრებინონ თითქოს ეს კომისია არის იმისთვის, რომ ჯარის ქმედებები შეაფასოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ოცნების ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება და არის ის ხელისუფლება,
რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც. ამიტომ აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ, ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების ომის პირობებში თუ საპატიმროში თუ საკუთრების უფლებების მიმართულებით კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ იკივლოს ქუჩაში, მით უმეტეს რომ ირკვევა, რომ 2004 წლიდან სწორედ ელენე ხოშტარია იმ დროს ჩაცმულდა ხურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც 1000-ეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. აი ესე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები და ჯარისკაცები, რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ამ ისტორიის, ტრაგიკული ისტორიის